გავარჯობოთ, მე ვარ ლუკა კოვალევი და აგიხსნით როგორ უნდა ვითამაშოთ Samurai Warriors 2. ჯერ ჩვენ ვაპირებთ ჩართვას, ამიტომ ახლა მანდ ჩაირთვება ეს აქედან იწყება Samurai Warriors-ი. შეგვიძლია ავირჩიოთ სხვადასხვა ტიპის თამაში, მაგალითად საპონდნი რეჟიმ, აქ შეგვიძლია ავიღოთ სხვადასხვა გმირი და რომელიმე სხვა გმირის სტილში ვითამაშოთ. მაგალითად ავიღოთ Yukimura Sanada. ჩვენთვის შეგვიძლია ავიღოთ რომელიმე თამაში, მაგალითად და შეგვიძლია ავირჩიოთ ვისგან შეგვიძლია ავიღოთ. აქ მოცემული გვაქვს ორი მებრძოლის ორი ერთმანეთთან მებრძოლი გუნდები. Oda Tokugawa და Azai. შეგვიძლია ავიღოთ Oda Tokugawa. შეგვიძლია ავირჩიოთ დონე ამ თამაშის. შეგვიძლია შევამოწმოთ ჩვენი იარაღი, ცხენიც ავირჩიოთ. შეგვიძლია დაცვაც ავირჩიოთ, რომელი დონისაც გვინდა. კიდევ შეგვიძლია ავიღოთ რა იარაღიც გვინდა. მე აქ მაქვს ბოლო დონის იარაღები სულ აღებული. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ვინ უნდა მოვკლათ რომ მოვიგოთ ამ ბრძოლაში და ვინ უნდა მოგვიკლან რომ წავაგოთ. აქ არის ჩვენი გუნდის წევრები. ეს წითლად ვინც არიან, ეს არიან ჩვენი მტრები. შეგვიძლია ვნახოთ ჩვენი დარტყმები. ერთიანი არის დარტყმების და დარტყმა შეგვიძლია მივაყენოთ G10. შეგვიძლია გამოვთათ თამაში ეს ტური მენიუ Y-ით. და შეგვიძლია დავამახსოვროთ, მაგრამ ჯერ უნდა დავიწყოთ თამაში ამისთვის. აქ გვაჩვენებენ ჯერ ტურს. ჯერ ვიწყებთ ხალხის მოკლა. აუცილებელია რომ ხალხი მოვკლათ, რადგან რომ მოხსეთ ბევრი ოპიტა. და რეიტინგი მოვიმატოთ და შეგვიძლია მოვიმატოთ ფულით. ხალხს რომ კლავთ, გვიჩვენებს მრავალ ფულს. აქ დაგვიგდებს რაღაც ოქროს ცეცხლს და ეს არის ფული. ჩვენ შეგვიძლია მივახმაროთ ჩვენს მებრძოლებს და თუ დიდი ხანი არ მივედით, ისინი გამოგვიძახებენ და უნდა მივიდეთ, იმიტომ რომ შეიძლება მოგვიკლან. ეს არის იმათი მებრძოლების მთავარი. აუცილებელია რომ ვითამაშოთ რაც შეიძლება კარგად, რომ ვერ მოგკლან. და დავიწყოთ უფრო მეტი ადგილები, რადგან შეიძლება იმ ადგილებში გამოგვიჩნდნენ ხალხი, ანუ ადამიანები. მაგალითად, აი ეს ფარიანი კაცები კარებს აღებენ, რომ მოკლავთ, კარებს აღებენ. და აქ ხდებიან კიდევ ერთი ფარიანი კაცები, მაგებს რომ მოუკლავთ, ჩვენ ამ ბაზას ვიპყრობთ. ახლა ასე გავაგრძელეთ ამ თამაშს და შეგვიძლია დავამახსოვროთ ეს თამაში. დამახსოვრება ხდება აი ამ პრომეჟ ზაპის. დავაჭერთ დას მივცემთ, კიდევ მივცემთ დას და შეგვიძლია ეს დამახსოვრებულია. ახლა გამოვსწროთ ამას. შეგვიძლია ჩავთვალოთ, აქ ეწერება პროდოლჟით. და ამას რომ დავაჭერთ, შეგვიძლია გავაგრძელოთ თამაში. ეს ხდება ასე. დას მივცემთ და გავაგრძელებთ თამაში. ეს იქნება შეგვიძლია ვნახოთ ჩვენი გმირის რეიტინგი. ახლა მე მაქვს რეიტინგი გავცებული. მაგრამ თავიდან შეგვეყოლება ერთ რეიტინგიანი ადამიანები და ყველა ტური არ გვექნება გახსნილი. აქ გვაქვს
თავიდან არ გვექნება ამდენი, მაგრამ შეგვიძლია ვიყიდოთ. ეს ხდება რინაგში. ახლა განახებთ მე სურათный რეჟიმს რო დავაჭერთ, გინდათ სიუჟეტный რეჟიმს, დავაჭერთ რომელიმე გმირს. თუ რამე ტური გვინდა და რამე დაგვავიწყდა რომ გვეყიდა, დავაჭერთ tabs და გადავა მაშინვე რინაგში, მაღაზიაში. შეგვიძლია აქ ვიყიდოთ დაცვები. დავაჭერთ დაცვას. დას მივცემთ, თუ სავსე გვაქვს დაცვები, რომელიმეს დავაჭერთ, დას მივცემთ და ამ გმირში, ამ დაცვაში შეიცვლება. შეგვიძლია ვიყიდოთ ცხენიც ასევე. ეს ცხენი იყიდება ასევე რინაგში. დავაჭერთ დას და როგორც ჩვენზე ისე ხდება აქაც. ამით დამთავრდა. მე ყველაფერი აგიხსენით, რაც ხდებოდა ამაში და ნახვამდის, თუ რამე ვერ გაიგეთ, კიდევ ერთხელ უყურეთ ვიდეოს.